რატომ ეძინებათ ყოველთვის გოგუებს ფილმების ყურების დროს? გოგუების ექსპერტი ხარ? ყოველ შემთხვევაში დედა, ნიკოლი და ტანია ყოველთვის ასე იქცევიან. საღამოსაც საათზე უკვე ბალიშს ნერწყვით ასველებ. მე არ მძინავს, უბრალოდ დახუჭული თვალებით უყურებ. უკეთესია რომ პირდახურულმა ჭამო. დიდხანს შემიძლია ფხიზლად ყოფნა. ახლა ეს უკვე გამოწვევასავით ჭერს. შენ წააგე, ფულადი სტიმული გჭირდება. ბოლო ვინც დაიძინებს, მიიღებს $10,000. მარცხისთვის მოემზადეთ, ლუზერებო. ხოლო უძილობა საკმარისი არ არის. ჩვენ გჭირდება ვინმე, ვინც თვალყოს გვადევნებს, რათა ყველაფერი სამართლიანი იყოს. ყველაფერი ცხოვრებაში სამართლიანი რომ იყოს, შენ დიდი ხნის წინ გადაგდებდით და შენს ადგილას ჩვენი მეზობელი იცხოვრებდა. შეგვიძლია ტანიას ვთხოვოთ, რომ საჯი იყოს, თორემ ტანიას სხვა საქმე არ აქვს. თუ არ მკითხავთ, ვერ გავიგებთ. დედა, ძალიან დაკავებული ხარ? თუ საშინაო დავალების შესრულებაში დახმარება გჭირდებათ, მაშინ ძალიან დაკავებული ვარ. არა, გაკვეთილები უაზრობაა. გამოწვევაში უნდა იყოს ჩვენი მსაჯი. ვინც ბოლო დაიძინებს, ის $10,000 მიიღებს. ნორმალურია. ანუ ჩაის პაკეტებს სამნახევარზე ვადუღებ და თქვენი გამოწვევის პრიზი $10,000-ია? ო, ბლოგერების მდიდარი ცხოვრება. თანახმა ხარ? თანახმა ვარ. დღეს უფრო სასარგებლო რამის გაკეთებას არც კი ვაპირებდი. მაგარია! იეი! რადგან ამ გამოწვევაში უფროსი მე ვარ, წესების შედგენა თავად შემიძლია. ის მართალია. გამოწვევები გექნებათ, რისთვისაც შესაძლებელია მიიღოთ ჯილდოები, ასევე სასჯელები. ცხოვრება სასჯელის გარეშე, ჟენიას გავს კომპლექსების გარეშე, იქნება სხვადასხვა სირთულეები. ყოველთვის გვირთულებენ ცხოვრებას. ვინც ყველაზე დიდხანს გაძლებს და არ დაიძინებს, $10,000 მიიღებს. გამარცხებულს სახლიდან გავაგდებთ. რა? ხუმრობ, ორწაგებულს. დედა, აქ რა ხდება? ეს თქვენთვისაა. რას გულისხმობ? ეს პირველი გამოწვევა. 7 ძილისთვის მედიტაციას ჩავატარებთ. მედიტაცია ისეთივე სულელური გამოგონებაა, როგორიც ვიტამინები. ვიტამინები არ არის სულელური. აჰა, რა თქმა უნდა. ძილისთვის სპეციალური არომატული სანთლები დავანთე. ლოტუსის პოზა მიიღეთ და დავიწყოთ. რამდენაირად მაინც დაჯექით. არ არიან მიჩვეულები კოლას და ჩიფსების გარეშე ჯდომას. თვალები დახუჭეთ, თქვენ ძალიან დაიღალეთ. წარმოიდგინეთ, რომ ღრუბლებში ხართ. თითქოს ბამბაში გახვეულები. სისხლიანი გამონაყარი ვარ? ბამბაში რატომ უნდა გავეხვე? კიდევ ერთი სიტყვა და დაგაჯარიმებ. ღრუბლებზე დარვიხართ. ძილი, ძალიან ნელა ფეხის წვერებზე გეპარებათ და თქვენში დაგროვილი ნეგატივი გამოაქვს. კიდევ ერთი წამი და თქვენ დაიძინებთ. ერთად დაითვალეთ მთვარეზე მოხტუნავე ცხრები. პირველი ცხვარი, მეორე ცხვარი, მესამე ცხვარი, მეოთხე ცხვარი, 99 ცხვარი, მე100 ცხვარი. აჰა, აი, დამარცხებული ყავს. ამ გამოწვევაში დამთქნარება მკაცრად და კრძალულია. ამიტომ ჟენია, შენ მიიღებ სასჯელს. აი, ჟენია, ხომ გიდოდა სამართლიანობა. მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ ხდებოდნენ ცხრები მთვარეზე? თუ ეს მთვარეა, მაშინ უფრო ლოგიკურია, რომ გლები ხდებოდნენ მასზე. აქ რატომ ვართ? დროა ჟენიამ სასჯელი მოიხადოს. ჰაჰა, ის ახლა სასჯელს მოიხდის. კარგი. და რა სასჯელია ასეთი? კარგი. სასჯელს ქვია კოშმარული სიზმარი. საშიშ ოთახში გამოგკეტავთ, სადაც შენ სასჯელს მოიხდი. მარტო? მაგ ყველაფერს შენ ახლავე გაიგებ. არა, ოღონდეს არა. რატომ აირჩია ტანიამ საშინელებათა ფილმი ჩემი სხვა ყველა სისუსტეებიდან? ტანია, რატომ არა კომპიუტერული თამაშები? ან მარმალადი? აქ ვიღაც არის. გააღე კარები, გამომიშვით, ტანია, გამომიშვით. შიგდით მართლა ვიღაც არის? უბრალოდ დინამიკია ჩართული, რომელიც შრიალებს და ხმებს გამოსცემს. თავარია ჟენია იქედან მშრალი გამოვიდეს. სანამ ჟენია სასჯელს იხდის, შეგეძლიათ ენერგია მოიკრიბოთ, მიირთვით ტკბილეულობა და დალიეთ გამაგვილებელი სასმელი. მიირთვით. არასდროს მეგონა რომ უბრალოდ ერთი ტკბილეული გამახარებდა. კარგი, განსაკუთრებით სიამოვნებას მანიჭებს ჟენიას კივილი.
ნორმალურია საერთოდ? ის იწვა და ახლაც წევს? ნიკოლ, გთავაზობ გავერთიანდეთ და დავწმუნეთ, რომ პირველი ბოგდანს ჩაეძინება. მომწონს შენი შემართება. ერთით ნაკლები კონკურენტი იქნება. ყველა თავისთვის იქნება. დამიჯერე. აღარ მინდა წაგება. იმ საშინელი ოთახის შემდეგ მით უმეტეს დავწმუნდი. საქმეს შეუდგეთ. ჩავაძინოთ ჩვენი ბოგდანი. ბოგდან, რატომ ხარ აქ მარტო მოწყენილი? და როდიდან დაიწყეთ ჩემი ცხოვრებით დაინტერესება? ჩვენ ყოველთვის დაინტერესებულები ვიყავით. დამიჯერე. სულ შენზე ვზრუნავთ. აი შენ, მაგალითად ახლა არაკომფორტულად წევხარ. წელი აქ ტკივდება. მოიცადე. აჰა, ბოდია, აიღე. ეს იმისთვისაა, რომ არ გაიყინო. ჩემზე ასე რატო ზრუნავთ? ეს არ არის ზრუნვა. უბრალოდ თუ ავად გახდები, ჩემი კონსოლის ფულით გიმკურნალებენ, რომელიც ჩემთვის გადადეს. და ეს რაღაცთვისაა? მოიცადე, მე ამას ყოველთვის ვუსმენ. ის ამშვიდებს. დაიძინე, კიდეზე არ დაწვე. თორე მოვა რუხი მგელი და გვერდებზე გიკვენს. თუ მგელი მოვა და დაინახავს, ვინ წევს საწოლზე, შეეშინდება მისი. მომისმინე ნიკო, გონი ჩაეძინა და კონკურენტი მოვიშორეთ. აჰა! გონიათ სულელი ვარ და თქვენს ხაფანგში გავეგმებოდი? რომელი ხაფანგი? მაგის ფიქრი როგორ შეგეძლო? მოიცა, რა უაზრო ფიქრები გიტრიალებს შენს პატარა თავში. თუ ფიქრობთ, რომ დიდად ჭკვიანი არ ვარ, მარტო იმიტომ, რომ ბამბის ნაყენს ჯოხებით სახელს ვარქმევ, ძალიან ცდებით. კარგი, ყოველ შემთხვევაში ვეცადეთ. უცნაურია, მეგონა რომ მხოლოდ კბილის ჭხირებს არქმევდა სახელებს. ბავშვებო, არ გძინავთ? არა, ძალიან მხიზლად ვართ. მაშინ შემდეგი სირთულისთვის თავის გართმევო არ გაგიჭირდებათ. მოიცა, რა სახის სირთულეა? რობერტო, შემოდი. აბა პატარა ადამიანებო. ხო, კარგი, უბრალოდ ადამიანებო. მზად ხართ მიიღოთ ღვთაებრივი დაუვიწყარი ძილის მასაჟი? საუკეთესო გამოგონებაა. მასაჟისტი ხართ? კარგი, არა, მე ღმერთი ვარ, სიამოვნების შემოქმედი, ბატონი ჯადოსნური ხელებით. და არა უბრალოდ ნებისმიერი მასაჟისტი. და რა არის ეს ძილის მასაჟი? მე პირველი ვარ, რომელმაც აღმოაჩინა ტექნიკა, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანი დააძინოს. აბა, მზად ხართ თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტისთვის? მათ არჩევის საშუალება არ აქვთ, რობერტო. აბა როგორია? გრძნობთ რომ უკვე გეძინებათ? გრძნობ როგორ მინდა ეს მომენტი დავივიწყო ჩემს ცხოვრებაში. შეუძლებელია ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრო შვენიერების შეხვედრის შემდეგ. კი, ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. კარგი, ბევრი კლიენტი მოდის თქვენთან? მილიონები უნდა გადამიხადონ ჩემი შრომისთვის. ჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ ამის საშუალება. დედა, მილიონი გადაიხადა? მე და ტანია ერთმანეთს სკოლიდან ვიცნობთ. სიმბოლური საფასურის სანაცვლოდ სპეციალურად მისთვის დავუშვი გამონაკლისი. მოდი დავიწყოთ. ვაუ, თქვენ ნამდვილი ოსტატი ხართ. სიამოვნების ღმერთი დამიძახე. მოიცა, მართლა მოგწონს? ეს ისეთივე გრძნობაა, როგორც როცა მოჭერილ ფეხსაცმელს იხდი, ან ცხარე ჩიფსი, ცივ კოლასთან ერთად რომ ჭამო. დამიჯერე. შენ უცნაური ხარ. ვაიმე, კარგი, არ უნდა ჩამეძინოს. არა. ახლა ეს პროფესიონალი ჩემი კუმირია. შემოდით. ეს რა ჩიქებია? უცნაური მეთოდია. თუ ბევრ სითხეს დავლევთ და მუდმივად ტუალეტში ვირმენთ, მაშინ ძილის დრო არ გვექნება. ვერ გამოიცანით, ეს თქვენით შემდეგი გამოწვევაა. დასხედით ახლავე. საინტერესოა. ბავშვებო, აქ 10 ჩიქაა, 9 მათგანში სასმელია, ერთი კი ნატურალური, ხალხური საძილეებითაა გაკეთებული. ხალხური საძილეები? რა სისულელეა? ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას. ბებიის რეცეპტია, გარკვეული ბალახების კომბინაცია, რომელიც ხალხსაც კი დააძინებს. და რა არის ამ გამოწვევის არსი? რიგრიგობით ირჩევთ ჩიქებს და სვავთ. თამაშობთ მანამ, სანამ ერთ-ერთი თქვენგანი არ მიიღებს ამას. სულ ესა. კარგი, ის დაისჭება, ვინც საძილეებს მიიღებს? ეგ იქნება მისი სასჯელი. მოუწევს იმისატანა, რომ არ დაიძინოს. მარტივია, გამიმართლებს. მე საფრთხე არ მემუქრება. წვენი, კარგი ბონუსია. ეს რა, პომიდრის წვენია? ბარემ ლიმონისაც მოგეტანა. დამიჯერეთ, ხალხურ საძილეებთან შედარებით გემრიელია.
რა საზიზღრობა? პირი ნაგვის უღნასავით მაქვს. კი, ნამდვილად. ნაგავი ამ ნაყენის დამახასიათებელი გემოა. გაგიმართლებს ხო? ახლა გამაგდი რომ არ ჩაგეძინოს, ან წაგებისთვის მოემზადე. ჩემზე ეს სისულელი არ იმოქმედებს. არ დაიძინო, ნიკოლ. 10,000 მოიგებ და რასაც გინდა იყიდი. თავი უნდა გავაკონტროლო. არანაირად არ უნდა ჩამეძინოს. არ ჩაგეძინოს. 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 შტეფსელში თითის შეყოფა სცადე. თუ დენი დაგარტყამს, მაშინ ნამდვილად ვერ დაიძინე. გონებას დაკარგავ, მაგრამ არ დაგეძინება. თქვენ რა, გაგიჟდით? შტეფსელში თითის შეყოფა არ შეიძლება. მაყურებლებო, ეგრე არასდროს მოიქცეთ. კარგი. დანარჩენებს შეგიძლიათ პრიზად ყავის დალევა და ცივი შხაპის მიღება გამოსაფხიზლებლად. ის ცივია. ეგრევე გამოფხიზდი. ამ ფილმის ყურებით ჩაძინება მოგინდება. ბოდია, უბრალოდ დიდი ხანია არ გვეძინია. ყველაზე საშიში ფილმის კი დაგვაძინებს. ბავშვებო, შემდეგი სირთულე. გთხოვ, აღარ მითხარო, ეს რაღაც ისევ საძილი არის. მეორედ მას აღარ დავლე. არა, ეს მცირედი სირთულეა. ეს ჩაია, ჯანჯაფილის, თაფლის და გვირილის დამამშვიდებელი ჩაი. თეორიულად სულ მცირე გემრიელია. ვერ დაგპირდებით, რომ გემრიელი იქნება, მაგრამ ნამდვილად დაგაფშვიდებთ. გრძნობ, როგორ დავკარგე ენერგია. ამ რაღაცამ ძალიან მომადუნა. გონია, რომ როდესაც ეს გამოწვევა დასრულდება და თქვენ წააგებთ რამდენიმე დღით გავითიშები. დამიჯერე. ორივეს ჩაგეძინებად სანამ მოგებულ ფულს ჩემ გემოზე დავხარჯავ. ადექით. ჩვენ არ გაგვიპარსავს ჩვენი მეზობლის ზაღლი. თქვენ უარესი ქენით. რა? ერთი წამით დიდხას დაახამხამეთ თვალები. ამ გამოწვევაში ეს დაუშვებელია. 10 ჩაჯდომას გააკეთებთ. ეს ჩემგან დიდი დათმობა იქნება. ამ ყველაფრის გაკეთებისას კი უნდა თქვათ: ძალა ენერგიაშია. ძალა ენერგიაშია. ძალა ენერგიაშია. თქნარებაზე არც კი იფიქროთ, თორემ ჩემი წინდების ფერის და კატეგორიის მიხედვით დალაგება მოგიწევთ. რა წინდების კატეგორიები გვაქვს? არ იცოდი? ფერადი წინდები, ნახრეტებიანი, სუნიანი, უბრალო, ჭურჭყიანი, ელეგანტური. ალბათ შენ ერთი კატეგორია გაქვს, სუნიანი. თუ ბალიში იმიტომ მოიტანე რომ გამთიშო, იცოდე რომ არაფერი არ გამოგივა. არ უნდა გაიგონონ. ეს რა საიდუმლოა? კარგი, ეს ბალიში ძილისთვისაა. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბალიში. ვერ ხვდები, ეს ის ბალიშია, რომელიც ვალდემარმა ტანიას მოგზაურობიდან ჩამოუტანა. მასაც გიკეთებს, საძილე ზეთებითაა გაჟღენთილი და ირჩევს იდეალურ ტემპერატურას. გამორიცხულია რომ ამ ბალიშზე ადამიანს არ დაეძინოს. მოკლედ, შენზე მეტი შეუძლია. ხო, უпростоრად არა. გთავაზობ რომ გავერთიანდეთ და დავწმუნდეთ რომ ნიკოლი თამაშს გამოეთიშება. სპიერი მოთამაშე ხარ, ბოდია. გავაკეთოთ. ახლა კი უნდა დაველოდოთ. ლოდინი შემიძლია. მიკროტალღონმა გამომიმუშავა ეს უნარი. ჩუმად, ჩუმად. ნახე, ბალიში მუშაობს. $10 დავდებ რომ 3 წუთში ჩაეძინება. არა, ნიკოლ, გამარჯვება შენი იქნება. არანაირი ძილი. რაღაც ხარე udავჭამო. აუცილებლად გამომაცოცხლებს. ცხარია. ნებისმიერ ხერხს მიმართავ.
აბა, იცით რატომ ხართ პიჟამოებში? რაღაცნაირად კავშირშია შემდეგი ბულინგის მეთოდთან? ხო, დაახლოებით. ეს შემდეგ გამოწვევას უკავშირდება, რომელსაც ძილის წვეულება ჰქვია. და რა უნდა გავაკეთოთ? საწოლზე ბევრ ბალიშს ხედავთ. ერთ-ერთი ბალიშის პირში დამალულია კონვერტი, რომელზეც წერია თუ რას მიიღებს ამ გამოწვევის გამარჯვებული. ყველაფერი მარტივია. ვინც კონვერტს სწრაფად იპოვის, ის გაიმარჯვებს. დაიწყეთ. აუ, მომეცი. ვიპოვე. უსამართლობა. ცხოვრება უსამართლოა, გოგონა. წაიკითხე რა არის პრიზი? 20 წუთის სიბრმავე. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ 20 წუთი შეგიძლია დაიძინო. დანარჩენებმა თავი მოიჩვენონ, რომ ვერ ხედავენ. ჯანდაბა, ეს პრიზი მე უნდა მიმეღო. ხო, ასე გამოვიდა. ნიკოლ რომ დამარცხებულს მხოლოდ ბალიშების ჩხუბი ელის. არა, არა. ო, არა, არა. კარგი, 20 წუთიანი ძილის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ძილი მინდა. ეს იგივეა, როცა გემრიელი ნამსხრის სუნია და არ გაძლევით მისი ჭამის უფლებას. კარგი, გონია რომ მალე თვალგახელი ვისწავლი ძილს. ბავშვებო, შეხედეთ ვინ არის აქ. გამარჯობა, ვლადანა შოტოვიჩი. ეს ვინ არის? ეს ჩვენი 90 წლის მეზობელია. ბავშვებო, ვლადანა შოტოვიჩი დამთანხმდა თქვენთან დროის გატარებაზე და რამდენიმე საინტერესო ისტორიის მოყოლაზე. მართალია, მე რთული ცხოვრება მქონდა. ბაბუამ ბევრი ისტორია იცის. კარგი, გაერთეთ, ხელს არ შეგიშლით. ეს მახსოვს, 13 წლის ვიყავი. არა, 13 ნახევრის. ან იქნებ უკვე ნოემბერი იყო. თითქოს თოვლი იყო და ფოთლები ჯერ არ იყო გამქრალი. ერთი მოხუცი ქალბატონი გავიცანი. იმ დროს მოხუცი ქალბატონი, მოხუცი ჯერ კიდევ არ იყო. კარგი, ვინც არ მოიდგენდა რომ ბაბუას საუკეთესო საძილიაბი აღმოჩნდებოდა? ანუ რადგან მარტო მე არ მძინავს, 10,000 დოლარი ჩემია? 24 საათი მაქვს რომ დავხარჯო. კარგი, ესენი ისედაც არ გაიღვიძებენ მანამდე. Yes! 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკორის სახზე ხართ. და ლაიქეთ ვიდეო. მუა. ის სულ გაგიჟდა.